აი ახლა დაუშვათ შეიტანის ცვლილებები, რომ ნაცებში ვინც იყო, იმას აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. მან და ეგეთ კითხვა, ანუ ნაციონალურ მოძრაობაში მთელი მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო. ანუ მაგ ათეულობით 1000 ადამიანს ყველას ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა? თეორიულად შეიძლება აეკრძალოს ალბათ, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანი ფორმულირებებია, ნუ აი პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას შვებოდა, რა ქვია, ამ ამოცანებს ემსახურებოდა, ამ ძალას, ეს ძალა შეიძლება გაუქმდეს. ამასთან ერთად ალბათ, იმიტომ რომ დაემატა ახალი ფორმულირება, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურად მონაწილეობს. თეორიულად შეიძლება, თქვა, წევრებზეც გაავრცელონ ეგ დამატება, იმიტომ რომ, ნუ, რა ვიცი, ბუნდოვნად რაღაც ვრცლად არის, ისეთი ფორმულირება, რომელიც ვრცელი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. თეორიულად შეიძლება მის წევრებზეც გავრცელდეს, თუ თქვა ისინი ჩაითვლება, რომ საქმის კურსში იყვნენ ამ ყველაფრისა, რის გამოც პარტია გაუქმდა. უბრალოდ პარტია თუ გაუქმდებოდა, ადრე მის წევრებს შეეძლოთ ახალი პარტია შეექმნათ და იგივე შინაარსით, თქო, შეცვლილი დასახელებით გაეგრძელებინათ ფუნქციონირება. ეხლა რაც იცვლება ადრინდელთან შედარებით, უბრალოდ ესენი ახალ პარტიას ვეღარ შექმნიან, ამათ ახალი პოლიტიკური საქმიანობის წარმოება ეკრძალებათ. მე უფრო მგონია საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული და ეხლაც თუმცა ეს ახლა შეიძლება ეს უბრალოდ ვარაუდს გამოვთქვა ახლა რა თქმა უნდა შეიძლება მანამდე პერიოდზეც გავრცელდეს, მაგრამ მე უფრო მოლოდინი მაქვს რომ უფრო საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მიმდინარე მოვლენების და ეხლა განვითარებულ მოვლენებს შეაფასებენ ამ კანონით და ეგეთი მოლოდინი მაქვს რომ ეს კანონი იქნება და ეს ზოგადად ესეთი კანონების ინიციატივები იქნება რაღაცა თვალში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მორიგი მცდელობა. მაგ მოსემულობით პარაზიტირებს ქართული ოცნება, რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა რა როლიც ქართულ ოცნებას აწყობს, იმ როლის თამაშს იწყებს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში და მაგითი პარაზიტირებს ქართული ოცნება. ხელისუფლებას რა აწყობს და რა არ აწყობს და როდესაც ჩვენი მართველი ძალის ნაბიჯების პროგნოზირებას ვცდილობთ, ყოველთვის ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, უნდა გამოვიდეთ აი ამ მარტივი ლოგიკიდან. აი რა აწყობს ქართულ ოცნებას? არა სახელმწიფოს, კონკრეტულად ქართულ ოცნებას. და ქართული ოცნება ჩემი აზრით აი ამ პრინციპით მოქმედებს. ყველა მისი ნაბიჯი, რაც აქამდე გაკეთებულა და მომავალშიც შესაბამისად გაკეთდება, გამომდინარეობს ამ მარტივი ლოგიკიდან. ამიტომ აი ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის, აი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემი აზრით იქნება მდგომარეობა, სადაც აი ეს დესტრუქციული ძალები არ არსებობენ, თუნდაც ეკრანებზე. აი მე გულისხმობ თუნდაც აი სურათის თვალსაზრისით როგორც ხდება ხოლმე, ხო, აი რაღაც ტელევიზორს ჩართავ და რაღაცა ის არის ქაოსი და ერთი ამბობი, არა და იქ რო იყო სინამდვილეში, არაფერი არ ხდება რაღაც 20 კაცი დადის იქით აქეთ და გეგონება რაღაც სერიოზული პროცესია. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა და საშიშროება ხელისუფლებისთვის არის ვითარება, სადაც ეგ სურათი, ეს ქაოტური სურათი გამქრალია, თითით საჩვენებელი ანტაგონისტური ძალა არ არსებობს ოცნებისთვის. აი ვიზეც შეიძლება შენ ყოველთვის აპელირება მოახდინო, რომ მე თუ არა მაშინ აგერე ეს დაბრუნდება, მე თუ არა ნახე ესენი რას გვანან. თუ ეგეთი რეალობა დადგება, სადაც აი, ნუ არ არის თითით საჩვენებელი ბუა. მე მგონია, რომ რამოდენიმე თვეში ყველა ადამიანი, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებიც, მე რიგითებს გულისხმობ და არა დაინტერესებულ დასაქმებულ ხალხს. მე რიგით ჩვეულებრივ, ვინც ხელისუფლება აირჩია, მათ შორის ამ ნაცების შიშით და აი ამ აკაცუკების და ამათი შემყურე. ეს ხალხი გააცნობიერებს, რომ რეალურად ქვეყანაში არსებობს უამრავი ხელშესახები პრობლემა,
ყველა მიმართულებით, აი მათ შორის ახლა ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, პური გაძვირდა, ვისაუბრებთ იმაზე, რომ თურმე ხალხს ყურძენი ულპება, იმიტომ რომ არავინ არ იბარებს. აი და უამრავი ასეთი პრობლემაა, ხო დღეს ახლა მაგალითად ჩავაბარეთ 50000 ხელმოწერა. რატომ? იმიტომ რომ უკონტროლო მიგრაცია ჩვენს ქვეყანაში და ვცდილობთ რომ გავამკაცროთ ჩვენი საემიგრაციო პოლიტიკა. და ადამიანები რო დაიწყებენ აი რეალურ მათ პრობლემებზე საუბარს, ყურადღების მიქცევას, ჩემი აზრით ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ აი მარტივი ლოგიკით რო ვიმსჯელოთ, ხელისუფლებას აწყობს მუდმივი ბუა, მუდმივი რაღაც საფრთხობელა, რომელზე აპელირებით, რომელზე თითის მიშვერით ის ყოველთვის შეეცდება საზოგადოების უმრავლესობას დაანახოს, რომ ის უკეთესია. და კიდე ერთი ხო, შოთასთან მინდა იურიდიულ დეტალებს წავიკითხე. კი ბატონო, წაიკითხე და მე კითხვა მაქვს შენთან აქედან გამომდინარე ვარიანტად რა შეიძლება მოხდეს. ანუ რა მოცემულობა იურიდიულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესაძლებელი კანონის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლო შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, კულტურულ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. ეს არის ფორმულირება, რომელიც ეხლა კი არ არის ჩაემატა. ეს იყო სულ და უბრალოდ ამას დაემატა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს რომელიმე პარტიას ეს ჩამოთვლილი მიზნები აქვს, მაშინ მხოლოდ პარტიის გაუქმება კი არ შეუძლია, რაც ადრე შეეძლო მხოლოდ ეს, არამედ პარტიასთან ერთად ამ პარტიის წევრები, ვინც არიან აქტიური წევრები, იმ აქტიურ წევრებს აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა შემდგომაც. ეს არის ცვლილება, რაც შედის, თორე პარტიის ამ мотивაციით გაუქმება შესაძლებელი იყო ადრეც. უბრალოდ ამ ფორმულირებით პარტიის გაუქმება საკონსტიტუციოს მიერ არის საკმაოდ რთული პროცესი. ეს არ არის მარტივად დამტკიცებადი პროცესი. ანუ ვიღაცამ უნდა წარმოადგინოს ხელისუფლება იქნება თუ არ ვიცი, ვინც ჩივის ამ თემაზე, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები იმისა, რომ რაღაც პარტიის მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა. ნუ იქ დანარჩენი, თქვა შეიძლება ტერიტორიული ხელყოფა იქნება თუ რა. ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. ამის მტკიცებულებების წარმოდგენა როგორი პროცესია, იცი? აი მაგალითად ვიღაცის ამოცანა თუ არის, ცდილობს მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო წესრიგი დაამხოს, ნუ იმას თან იჭერ. ხო, ანუ ეგეთი პროცესია, რომ ისეც იჭერდა ამაზე ასამართლე, ხო? მაგას თუ ვიღაცა თუ მაგას ცდილობდა ეგეთი ადამიანი ციხეში უნდა იჭდეს თან, მაგაზეთან. რაღაცა სხვაზე კი არა, კონკრეტულად მაგის ცდილობაზე. ანუ ეს ისეთი ფორმულირება, რომ აი დაუშვათ, არის რაღაც პარტია, ვიცი, პირობითად რაღაც ნაცისტური პარტია. დაუშვათ, ხო? ეს ნაცისტური პარტიის ვიღაცა წევრები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ მის დარღვევას, ამათი მიზანი გაიყო, ამათ იჭერენ და პარტიაც მე შეიძლება გაუქმდეს, იმიტომ რომ აშკარა იყო, რომ ამ პარტიის მიზანი იყო ეს, ხო? ამიტომ ეს არ არის მარტივი ამოცანა, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წახვიდე და ამაზე სამხილები წარმოადგინო, რაც აქამდე არავის არ უცდია, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამის სამხილე, თვლიდენ რომ ამის სამხილები არ არსებობდა, არც ვიღაცები დაპატიმრებულები არ ყოფილან ამ ფორმულირებებით. ამიტომ აქ როგორ არის, იცი, აქ ვინმე არ უნდა წარმოიდგინოს, რომ მიიღეს რაღაც კანონი, რომელიც ნაცობას აკრძალავს, აი მაგალითად იმეების გამო, რაც ნაცემა აკეთეს ადრე. არა. ეგეთი არაფერი არავის არ მიუღია. ეხლა უბრალოდ რა კანონიც ისედაც არსებობდა, რის საფუძველზეც პარტია აკრძალვადი იყო, მაგას უბრალოდ დაამატეს ფორმულირება, რომ აი წევრებზეც გავავრცელებთ, რომ წევრებს ოღონდ აი წევრებზე ვრცელდება, როგორ გამოიყურება, ანუ ცალკე სიადგება, რომელიც საკონსტიტუციაში უნდა მაგაზე კითხვა დაუსვეს, აი ვის აკრძალავთო რა, ცალკე სიას შეიტანთო და ნუ შევიტანთ სიას, რომლებზეც ჩავთვლით, რომ ისინი
აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, პარტიის ყველა წევრზე არ გავრცელდებაო, ასობით იქნებაო ყველა წევრი, მაგრამ ყველაზე აქტიურ წევრებზე, ანუ ქართული ოცნების გემოვნებით ხდება ეგ. მაგრამ თეორიულად, ხო, ეხლა თუ რომელიმე პარტია მართლა ამ კრიტერიუმებში ჯდება და ის აიკრძალა, თეორიულად ყველა წევრზე შეიძლება გავრცელდეს. უბრალოდ ის სონი გავაკეთო. მაქვს რაღაცნაირი ეჭვი, რომ მაქსიაში გიგაბოკერია ესე ვერ მოხდება. ხო, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ მინდა რომ ვწდებოდე, თუ შევწდები, ვიტყვი რომ რა კაია რომ შევწდი, მაგრამ რაღაცა ეჭვი მღნის. კი ბატონო, უბრალოდ მე მინდა აი მაგაზე, მაგიჩვის გაგიწყდება. ხო და აი კითხვა მინდა დაგისვა შენ ეგეთი. აი ხა იურიდიული თემაა მოწურად გადავდივართ პოლიტიკურ არა იურიდიული არა მოგვიწურია რა მინდა დავამატო ამ ფორმულირებით ჩემი აზრით ოცნება თვითონ არ ელის რომ აი სრულ ჩამონათვალს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ყველას დაუუკმაყოფილება ხო და მაგაზე მქონდა კითხვა ნახე აი ეგეთი კითხვა მაქვს შოთა შენთან არც აპირებს კოლექტიური დაცები რო აკრძალონ ეგ კაი მოვლენაა არაერთხელ გითქვავს რომ ჩვენი აზრით კაის მეტი არაფერი დაემართება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს გაიწმინდება ქვეყანასაც სამყაროსაც ყველაფერს მაგრამ ნუ წინა დაპირებებიდან გამომდინარე სკეპტიკურად ვხურებ ქართული ოცნების დაპირებებს რომ აი ეხა დავამსრულებთ დაცებს ნუ ეგერე პრაქტიკა მეგრე გვაჩვენა აი შენთვის მინდა რომ მითხრა პოზიტიური ოპტიმისტური სცენარი ვის ასე ვთქვათ აკრძალავენ რეალისტური და პესიმისტური სცენარი აი კონკრეტულად აქტორებზე რო ვისაუბროთ ოპტიმისტური რეალისტური და პესიმისტური შენთვის როგორი იქნება ახლა რაღაცას დაყრდნობით ხო უნდა გავაკეთოთ პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ წარმოადგინეს რაღაც კანონი მაგალითად. ამ კანონში რაღაც ჩაიდო, რაღაც არგუმენტები რატო შეიძლება გავუქმდეს და ამითი შემიძლია ვიჯდოთ, რომ ეხლა მართლა ისეთი კანონი დადეს თუ არ დადეს, რაც ითვალისწინებს გავუქმებას. მე რასაც უყურებ, რაც შეცვალეს. არაფერი არ. სინამდვილეში გაუქმების კრიტერიუმების თვალსაზრისით ახალი არ არის არაფერი. პარტია ეხლა გავაუქმო და ზედ ეხლა დაემატა რომ მივაყოლ თუ არა ხალხიც თუ არ გავაუქმოთ პარტია ამ ნაწილში არ შეიცვალა არაფერი. ეს ჩამონათვალი რაც არსებობდა, ჩემი აზრით, რა ვიცი, არ გავს, არ ითვალისწინებს იმას, რომ დაყვნენ და რეალურად კოლექტიური ნაცების სპექტრი პარტიების, მათ შორის გახარიაც, ლელოც, აი ესეთი პარტიების გააუქმა. თეორიულად შესაძლებელი რა არის? რადგან მათ შორის ახალი ფაქტებიც დაემატა. თეორიულად შესაძლებელია რომ მიმდინარე წელს იყო მაგალითად მართლა არეულობები და აგერ 4 ოქტომბერს იყო დამატებით არეულობა, ხო? აი ამ ფაქტების საფუძველზე ვიზზეც დასტურდება იმ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, რომ აი უშუალოდ ჩართულები იყვნენ. ნუ ზოდელავას ბურჭულაძეს და ეგეთერს დაიჭირა. არ გამოვრიცხავ რომ აი მაგალითად გვარამიაც ვიღაც ზამთრის აქტივისტებთან რაღაც კავშირზე იყო. აი რაღაცა მცირე ჩამონათვალს თეორიულად შეიძლება ეს ახალი დაემატა ახალი ფაქტები, ამითი შეიძლება წაუყენონ რაღაც მცირე ჩამონათვალს და მე მგონია, აი რადგან ასეთი ხმაურით აანონსებენ, რომ აი რაღაცას გავაუქმებო, მე მგონია რომ შესაძლებელია, ალბათ მოსალოდნელია, რომ რაღაც მცირე ჩამონათვალს გააკეთებენ, ვისაც ეკრძალება პარტიაც შეიძლება თეორიულად აკრძალონ, მაგალითად კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა და რაღაცა მცირე ჩამონათვალს ადამიანებისა აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა. თან მენიშნა ცუდად, რომ პარტიის წევრების სრულ შემადგენლობას რა თქმა უნდა ვერ აუკრძალოთო, ისინი ასობით არიან, არა ათასობით კი არ თქვა. ასობით არიან, ასობით არის, რა ვიღა ტელევიზორში ხედავ ბევრ ასობით იმას ლამისა და ნაცების წევრს, ხო? ანუ ეგ მენიშნა, რომ როგორც ჩანს, არაპირებენ მასეთ ფართო სპექტრი. არც ითვალისწინებს ეს მიღებული კანონი მაგიტო და თან ამ მიღებულ კანონზე რა უნდა მოხდეს, ნახე. ამ მიღებულ კანონზე უნდა
საკონსტიტუციო თავის თავზე უნდა იყოს ესე კი არა რომ პარლამენტარმა მოაწერა უბრალოდ ხელი რომელიც შეიძლება უფრო მეტ რამეზე იყოს წამსვლელი საკონსტიტუციო მოსამართლეებმა უნდა აიყონ ეგ თავის თავზე გაიგე და მანდიდან გამომდინარე საკონსტიტუციო მოსამართლეებმა შეიძლება ახლა რა თქმა უნდა ოცნების დირექტივები კი მოქმედებენ მაგრამ გააჩნია დირექტივების სირთულეს ისმის და მანდ წარმოსადგენი იქნება მათთვის საკმაოდ რეალურთან მიახლოებული არგუმენტები. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ჩამონათვალი იქნება ცოტა ვიწრო. რაც ეყოფა შეფუთვას, რომ ხალხო, აგერ ხო თქვით ნაციონალური მოძრაობა, დაპირებას შესრულებული ნაციონალური მოძრაობა აკრძალული, ოღონდ რა თქმა უნდა, ჯამში კოლექტიური ნაცები ფუნქციური მოვლენა დარჩა. და რაც სხვათა შორის სინამდვილეში ნაცებს როგორც ნაცებს კოლექტიურ პროდასალურ ფლანგს ჯამში სინამდვილეში გარკვეულწილად არ დაასუსტებს, იმიტომ რომ სინამდვილეში გარკვეული ტვირთი, ბალასტია არსებული ნაცების შემადგენლობაში. მე ვიტყვი ჩემ ვერსიას, მე როგორ წარმომიდგენია რა მოხდება რა, არ ვიცი ხა ხო იცი პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც მე როგორ მგონია რა სიზამს ქართული ოცნება მოყვები რა. ჩემი აზრით ესენი შეიტანენ ყველაზე ფართე სპექტრს რაც კი შეიძლება, აი ყველას ჩაწერენ, ნაცებსაც ჩაწერენ, ახალსაც ჩაწერენ, ლელოსაც, გახარიასაც, აი ყველას. და ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო ხო და მე საკონსტიტუციო იმსჯელებს, საკონსტიტუცია იტყვის, რომ ნუ აი ამებზე ვერ ამტკიცებთ, აი ჩამონათვალიდან 70%-ზე ვერ ამტკიცებთ და მე აი მაგალითად აქციების დროს ხო ვიღაცები დაიჭირეს, მათ შორის ტიპები დაიჭირეს წამალზე. ანუ ოქმი არის რომ ამოუღეთ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება და მე იმჯელა სასამართლომ და ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გქონდა შეფასების და გამოუშვეს ტიპები. მათ შორის აი ეს ექიმი რო არის ჭყალებში ექიმი მე სხვათა შორის კობახიძე გამოდიოდა და ეგო რა კაცი არისო ბავშვებსო გამაყუჩებელს პარავდა და ბიჭო რა ბავშვებს თუ გამაყუჩებელს პარავდა რატო გამოუშვით ციხეში რატო არ არის ხო მაგრამ ეგ ხო მაგ ტექსტით გამოუშვეს რომ რა ვქნა ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტის სასამართლო გვაქვს და აი მე მოლოდინი მაქვს რომ საკონსტიტუციო აი კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას და შეიძლება ახალს გააუქმებს იქ მართლა აი რაღაც ბურჭულაძემ რო რაღაცა ბოდოა წაიკითხა ეგ მართლა აი რო კითხულობდა და რო მოხდა ეგ 4-ის მოვლენები პირდაპირ ეგ თქვი რომ მან ხო იყო გარჩევა ძალიან ისეთი გარჩევა იყო რომ ჩანაწერი დაიდო ბურჭულაძის და ახალაიას და მაგას არ ყვებდნენ ეგ მართალი ჩანაწერი იყო თუ მტყვანი და მე იმას ვამბობდი რომ ვაფშე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ეგ ჩანაწერი მართალია თუ მტყვანი აი პირდაპირ ეთერში ტრიბუნიდან რაც წაიკითხა ბურჭულაძემ ეგ იყო უკვე იმ მუხლზე რომ აი მაგან გააკეთა საჯაროდ მოწოდება კონსტიტუციურ მართლწესრიგის დამხობის ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა მათ მხარეს გადმოსვლა და მათ შორის ეხლა ვინც არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, იმისი დაკავება. ანუ ამბოხის მიმართ მოწოდება საჯაროდ აქვს მაგაც გაკეთებული, არაფერში არ ჭირდება მაგას ახალაიესთან რაღაცა ჩანაწერი ნამდვილია თუ მტყვანი. ამიტომ მაგებს მართლა აი ბურჭულაძეს და ვიღაცაზე შეიძლება გაავრცელონ და მე ბურჭულაძე გამოუშვან რომ რაღა აზრი აქვს ამის ციხეში ჯდომას, ამას პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩამოვართვით ჩვენ. ბურჭულაძე და ბურჭულაძე, რა ვიცი. მე ხა თავს ვერ დავდებ რომ ესე მოხდება, მაგრამ აი როგორც ბოკერიაზე მღრღნის შიგნიდან რაღაცა ეჭვი რომ მაქსიაში ასაკრძალების ან ვერ მოხდება, ან ჩახსნის მაგას საკონსტიტუციო, ეგეთივე ეჭვი მაქვს რომ ბურჭულაძეს აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას და ვერ გამოუშვებენ, იმიტომ რომ სოფლიო ბანი ყوار გვეждდება ციხეში. აი რაღაცა ეგეთ სურათს ხედავ მე პირადად რა.